მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ღუმელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა. კლინიკა ფერომედში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები კლინიკა ფერომედის ექიმ-კარდიოლოგის ცისმარი ქათამაძის შესახებ გიამბობთ. გამოშვების დასაწყისში გაგაცნობთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გასული კვირის წარმოების მონაცემებს. გასული კვირის განმავლობაში ვარციხე ჰესის გამომუშავებულმა სიმძლავრემ 16645 მეგავატ-საათი შეადგინა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა 4699 მეგავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა 5914 ტონა მანგანუმის კონცენტრატი აწარმოა. გასული კვირის განმავლობაში ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანამ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან 6876 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიიღო. კონტრაქტორმა საწარმოებმა ჯორჯიან მანგანეს ჯამში 3920 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიაწოდეს. სფეროშენადნობთა ქარხანამ გასული კვირის განმავლობაში 842 ტონა სილიკომანგანუმი აწარმოა. ინდუსტრიული მაცნე რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას წარმოების მონაცემების შესახებ. ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25.5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ ახალი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა საამქრო დაათვალიერა და ახალი საწარმოო ღუმელის რესურსის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. უფრო დეტალურად ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ჩვენ სიუჟეტში მოგითხრობთ. ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანაში ექსპერიმენტული ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვებით საქართველოში სფეროშენადნობების წარმოების ახალ ტექნოლოგიურ პროცესს ჩაეყარა საფუძველი. 25 მეგავატიანი სიმძლავრის ღუმელი რესურსის ეფექტურ მოხმარებასთან ერთად გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითაც გამორჩეულია. მაღალტექნოლოგიური ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვების ოფიციალურ ცერემონიალს ზესტაფონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბიზნეს ომბუდსმენი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მოხარულები ვართ თქვენთვის გვეჩვენებინა ახალი სრულიად მოდერნიზებული ღუმელი, რომლის კომერციულ ექსპლუატაციაში გასვლას ვაპირებთ ორშაბათიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით არის მეოთხე საამქრო, რომელიც 1964 წელს აშენდა. აქ ღუმელების ბოლო მოდერნიზაცია 1976 წელს განხორციელდა. თითქმის 40 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით გიჩვენოთ ეს ახალი ტექნოლოგია, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა. ის ამსუბუქებს დასაქმებულთა შრომის პირობებს. თქვენ ნახეთ, რომ მისი გახსნაც კი ავტომატიზირებული იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და ჩვენი მრავალათასიანი კოლექტივის სიხარული გაიზიარა. ჩემთვის როგორც ენერგეტიკის მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალი ღუმელი ნაკლები ენერგიის გამოყენებით, ანუ ის უფრო ენერგოეფექტურია, საშუალებას იძლევა რომ აწარმოოს მეტი პროდუქცია. ენერგოეფექტური, ეკონომიური და ეკოლოგიური ღუმელის ფუნქციონირება საქართველოს მრეწველობის განვითარებაში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ და ძირეული გარდაქმნის მთავარ სიახლედ თვლიან. დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს მრეწველობის განვითარებაში. იცით, გაიხსნა ახალი ელექტროღუმელი. კიდევ ერთხელ ჩვენმა კომპანიამ დაამტკიცა, რომ მივდივართ ახალი დინებით, მივდივართ 21 საუკუნის შესაბამისად, იმიტომ რომ ჩადებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიების გაუმჯობესება, არამედ ეკოლოგია, ენერგოეფექტურობა და კიდევ ერთხელ მე მინდა მიულოცო არა მხოლოდ სფეროს თანამშრომლებს, არამედ ჩვენს საქართველოს მთლიანად მრეწველობას, რომ ერთი ნათელი ნაბიჯი გადავდგით, რაც უნდა გაგრძელდეს
და ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას. საშუალებას გვაძლევს, რომ ეკოლოგიური საკითხები პრაქტიკულად სრულად გადავწყვიტოთ, გავზარდოთ წარმანდობა და ფეჩის ეფექტიანობა. შესაბამისად, ეს საკმაოდ დიდი სიახლე არის არა მარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ დარგისთვის. მოგეხსენებათ, რომ დარგია გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან და ეს იმდენ დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ გვეწვია პრემიერ-მინისტრი აღნიშნულიც ერთად ასე ვთქვათ გასაჩვენებლად. საწარმოს განვითარებით ხელისუფლების დაინტერესებას და მისგან მხარდაჭერას მიესალმება ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. ის რომ მთავრობის წარმომადგენლები უშუალოდ ინტერესდებიან საწარმოში მიმდინარე მოვლენებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს სტიმულს აძლევს დარგს შესაბამისად და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ესე ინტერესდება ხელისუფლება ჩვენი დარგის გარშემო მიმდინარე მოვლენებით. ჯორჯიან ამერიკან ელოისში, რომელიც ქართულ-ამერიკულ ჰოლდინგს წარმოადგენს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების არაერთი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, რომელიც ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებასთან ერთად საწარმოო სიმძლავრეების ოპტიმიზაციის მიზნით იქნა რეალიზებული. ამ ხრივ განვითარებულ პროცესებს მიესალმებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირები. ისინი ხას უსვამენ ფეროშენადნობთა ქარხნის მნიშვნელობას რეგიონისთვის და იმედოვნებენ, რომ საწარმო იზრუნებს 24 ღუმელის ანალოგური პროექტის ტირაჟირების საკითხზე. ყველაზე დიდი საწარმო და ერთ-ერთი საწარმო, რომელიც არის მეტალურგიაში წარმოდგენილი საქართველოში გახლავთ ეს ფეროშენადნობი ქარხანა. ეს ღუმელი ძალიან დიდი ხანი არ მუშაობდა, ვერ მუშაობდა გარკვეული მიზეზების გამო. ყველაზე დიდი ღუმელი გახლავთ აქ და მოხდა მისი აღდგენა სასურველად თანამედროვე ტექნოლოგიებით. რა თქმა უნდა, წარმატება ძალზე გაიზარდა საწარმოში და დასაქმდა ბევრი ადამიანი. შექმნილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც ეკოლოგიურად ძალიან სუფთა და ფაქტიურად იმაზე სუფთა ღუმელი არ არსებობს დღეს მსოფლიოში. ესეც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც მე ვიცი, სადღაც 7-8 მილიონზე მეტი დაჯდა ღუმელის გაკეთება და ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ეტაპობრივად ყველა ღუმელი შეიცვლება ესეთ თანამედროვე და ეკოლოგიური ღუმელებით. 24 ღუმელის მშენებლობას ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ მიზნით ინდურ ტექნოლოგიურ კომპანია გალსასისთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ახალი ტიპის ფეროშენადნობი ღუმელის მშენებლობაზე, რომლის საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ამერიკული დოლარია. ღუმელის მართვის სისტემა მთლიანად ავტომატიზირებულია. მეოთხე საამქროს უფროსის ინფორმაციით, ექსპერიმენტული ღუმელი ამ დროისთვის გეგმიურ პარამეტრებზეა გასული. ღუმელი არის 25 მეგავატიანი სიმძლავრეს, დაახლოებით 14.5 მეგავატ სიმძლავრეზე მუშაობს ამ ეტაპზე, არის ისევ ტესტირების რეჟიმში. იქ კრებს სიმძლავრეს და თითქმის იმ პარამეტრებზე უკვე გასულია, რაც დაგეგმილი იყო, დაბალი ელექტროენერგიის ხარჯი და თვითონ მომსახურებული პერსონალი და ჩვენც მაყოფილი ვართ ღუმელის მუშაობით ამ ეტაპზე, როგორც იყო გათვლილი. 30 სექტემბერი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად შევიდა. ახალი საწარმოო ღუმელი რესურსის ეფექტური მოხმარებითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა, რითაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მსოფლიოს წამყვანი მეტალურგიული საწარმოების სტანდარტებს უახლოვდება. გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა. ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის და ზესტაფონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებს მოუწოდებს საჯარო გამოსვლებისას დაიცვან ობიექტურობა და კომპანიის საქმიანობის დისკრედიტაციით ნუ ეცდებიან საკუთარი რეიტინგის გაზრდას. საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზესტაფონის და ჭიათურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბოლო პერიოდის საჯარო გამოსვლებში თუ სპეციალური ფორმატის სატელევიზიო დებატებში მუდმივად ახდენენ ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის დისკრედიტაციას, ფაქტების უხეშდამახინჯებას და რეალობის იმ მხრივ დრამატიზირებას, რაც მათი აზრით ზრდის საკუთარ წინასაარჩევნო რეიტინგს. ჯორჯიან მანგანეზი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები დიდ ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას და მოქმედი პოლიტიკური ფიგურებისგან წარმოადგენს კომპანიის საქმიანობაში უხეშ ჩარევას. გამომდინარე სატელევიზიო პოლიტიკური დებატების ფორმატიდან,
ჩვენ არ გვეძლევა საშუალება პასუხი გავცეთ იმ ბრალდებებს, რაც ჩვენი მისამართით ისმის. მივმართავთ მედია საშუალებებს, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს დაეთმოს პროპორციული დრო და საინფორმაციო სივრცე ფაქტების ობიექტურად წარმოჩენისთვის. მიუხედავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მრავალი უსაფუძვლო ბრალდებებისა, ჯორჯიან მანგანეზი წარმოადგენს არა მხოლოდ იმერეთის რეგიონში, არამედ ქვეყანაში უმსხვილეს დამსაქმებელს, 5500 თანამშრომელზე მეტი. მიუხედავად მსოფლიოში დღეს არსებული მეტალურგიული კრიზისისა, კვლავ ვინარჩუნებთ მთავარი ექსპორტიორის სტატუსს ქვეყნის ეკონომიკაში და ამ ფონზე არ შეგვიმცირებია დასაქმებულთა რიცხვი. გასული 4 წლის მანძილზე ჩვენმა კომპანიამ განახორციელა 42 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია ტექნოლოგიური და საწარმოო ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო ბიუჯეტში 101 მილიონი ლარი შეიტანა გადასახადების სახით. ყოველ წელს ჯორჯიან მანგანეზი ათობით მილიონ ლარს ხარჯავს სოციალური პროექტების და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში და აქტიურადაა ჩართული ადგილობრივთა სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ჯორჯიან მანგანეზი იმედოვნებს, მომავალში დაცული იქნება პოლიტიკოსთა მხრიდან ობიექტურობა და რეალურად იზრუნებენ ისეთი გარემოს შექმნაზე, როდესაც ბიზნესი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და არა პოლიტიკოსთა ინტერესებს. შეგახსენებთ, რომ თქვენ მოისმინეთ განცხადება, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა. კლინიკა ფერომედსა და შეპესი ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ფერომედში გარემონტდა და აღიჭურვა ოფთალმოლოგიური საოპერაციო, სადაც საჭიროების შემთხვევაში უკვე შესაძლებელი გახდა ოპერაციების ჩატარება. მანამდე კი 1 და 2 ოქტომბერს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერას ოფთალმოლოგებმა ზესტაფონში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართეს. ექიმები 2 დღის განმავლობაში პაციენტებს უფასოდ ემსახურებოდნენ. კლინიკა ფერომედსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ფერომედში 1 და 2 ოქტომბერს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერას ოფთალმოლოგებმა ზესტაფონში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართეს. კლინიკა ფერომედში სტუმრად იმყოფებიან თბილისის ჩიჩუების სახელობის კლინიკა მზერის ექიმები, პროფესორები ირაკლი ძებისაშვილი და ნიკოლოზ ნიკოლეიშვილი, რომლებიც აწარმოებენ პაციენტების კონსულტირებას, გასინჯვას და დაგეგმვას შემდგომი ოპერაციებისას. შეირჩევა პაციენტები, რომელსაც დაჭირდებათ გადაუდებელი ქირურგიული ან გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, მომზადებიან ასეთი პაციენტები აქვე ჩვენს კლინიკაში ფერომედში, დაიგეგმება ოპერაციები და აქვე რათა მგზავრობის პრობლემები სხვა თბილისში არ შეექმნათ პაციენტებს, აქვე ჩვენს კლინიკაშივე გაკეთდება ოფთალმოლოგიური ოპერაციები. ჩვენ შორის დაიდო ხელშეკრულება და დღეიდან მუდმივად ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკა მზერის ოფთალმოლოგები განახორციელებენ ვიზიტებს კლინიკა ფერომედში. კლინიკა ფერომედში, რომ 1 და 2 ოქტომბერს ოფთალმოლოგები უფასო გასინჯვა კონსულტაციებს გაუწევდნენ ადგილობრივებს, მათ ამის შესახებ გადაცემიდან ინდუსტრიული მაცნე შეიტყვეს და შესაბამისად კლინიკას ბევრმა პაციენტმა მიაკითხა. მე მყავს მოყვანილი ბიძა, რომელსაც უტარდება ყველანაირი გამოკვლევა თვალზე, აქვს თვალზე პრობლემები და შევგვპირდნენ, რომ თუ რამე ოპერაცია იქნება საჭირო, დაიგეგმება აქვე ამ კლინიკაში ამ ოპერაციის. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი შეღავათი, რადგან ტრანსპორტირება ჯერ ასაკოვნებისაც და მე მორალურადაც გვიჭირს გადაადგილება. ამიტომ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ აქციით. როგორც ექიმებმა აღნიშნეს, მათი მიზანი პაციენტების სრულყოფილი და საფუძვლიანი გამოკვლევაა. გამოკვლევები თანამედროვე უახლესი აპარატურით მიმდინარეობს და ფერომედში უკვე შესაძლებელია ოპერაციები ადგილზე გაუკეთდეს იმ პაციენტებს, რომლებსაც ამის საჭიროება ექნებათ. ჩამოვედით ზესტაფონში ფერომედის კლინიკაში, რომ ჩავატაროთ უფასო კონსულტაციები, გამოვიკვლიოთ პაციენტები. თუ ვინმეს რომელიმე პაციენტს დაჭირდება ქირურგიული ჩარევა, ეს ჩატარდება ამავე კლინიკაში, ფერომედის კლინიკაში. რა თქმა უნდა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ულტრათანამედროვე აპარატურით. ექიმები 2 დღის განმავლობაში პაციენტებს უფასო გამოკვლევებს უტარებდნენ და აძლევდნენ კონსულტაციებს. ადგილობრივი ტელევიზიის
საშუალებით გავიგე რომ ტარდებოდა ექიმები ჩამოდიოდნენ ექიმთა ბრიგადა თბილისიდან და მოვედი და გამსილე ექიმა ძალიან გულისხმიერად მომექცა ეხლაც ველოდები შემდეგ თვალში ჩაწვეთებული მაქვს გარკვეული წამალი რომელიც ამის შემდგომ ალბათ კიდევ რაღაცას სიახლეს მეტყვის და გამსილებას მე დიდი მადლობელი ვარ იმისათვის რომ ეს უფასო კონსულტაცია ჩაგვიტარეს და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს ხალხი ჩავეწერეთ და კმაყოფილები ვართ ასეთი მომსახურებით რაც უკეთესად იქნება ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ჯანდაცვა და მით უკეთესი იქნება ხალხის კომპანია ჯორჯიან მანგანესსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ადგილობრივებს მომავალშიც მიეცემათ საშუალება უფასო გამოკვლევებით ისარგებლონ. ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერას ოფთალმოლოგების კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ საოპერაციო პაციენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ თვალის ოპერაციები ადგილზე, კლინიკა ფერომეთში დაგეგმონ და გაიკეთონ. დღეს რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები კლინიკა ფერომედის ექიმ-კარდიოლოგს ცისმარი ქათამაძეს გაგაცნობთ. პაციენტებისთვის მზრუნველი და გულისხმიერი ექიმი 30 წელზე მეტია მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზეა. ვრცლად ჩვენი კორესპონდენტის სიუჟეტში. ექიმი არის ავადმყოფის მეგობარი და ორივე ერთად უტევს დაავადებას. ორივე ერთად უტევს დაავადებას. პაციენტებთან ერთად სხვადასხვა ტიპის კარდიოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში 30-ზე მეტი წელი გალია. ჯანმრთელობის სადარაჯოზე ამ ხნის განმავლობაში მდგომ ექიმში ისინი არა მარტო პროფესიონალს ხედავენ, ცისმარი ქათამაძის პაციენტთა მრავალრიცხოვან არმიაში მის მზრუნველობასა და გულისხმიერებაზე ხაზგასმით საუბრობენ. სანამ ცუდად გავხდებოდა, ძალიან ბევრი დადებითი მეყურება ამ ადამიანზე და რაც დამჭირდა 10 სექტემბერს, რასაც ქვია მართლა მდგომარეობაში მომიყვანეს ამის დამსახურებაა რომ დღეს აქ დგავარ და ვარ ჩემს შვილთან ერთად ცოცხალი. მეორედ დამჭირდა კიდე და მეორედაც ამ ადამიანთან მოხდი მორიგე იყო და იგივე პატივი ვქცა და რაც შეუძლია იმ ადამიანს აკეთებს თბილად და ტკბილად. 20 წლის ავადმყოფია არის ამ ექიმების გადარჩენილი ყველასი, განსაკუთრებით ცისმარი ექიმის მე ყველაფერი დადებითი შემიძლია ვთქვა, ყველაფერს ისე კარგად უკეთებენ, აი ჩემი მეუღლე გადაარჩინეს სიკვდილს. ახლაც გვიწევს ხოლმე ხშირად აქ და მოკლედ თანმყვებიან დაწყებული სანიტრიდან დამთავრებული მთავარ ექიმამდე. ცისმარი ქათამაძე კლინიკა ფერომედის კვალიფიციურ მედიკოსთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული კადრია. ვორონეჟის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისა და კურსკში ორდინატურის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და სამედიცინო საქმიანობა ზესტაფონში გააგრძელა. ის ჯერ რაიონული პოლიკლინიკის ექიმი იყო, შემდეგ ცენტრალურ საავადმყოფოში გადაინაცვლა. 1985 წლიდან კი მას შემდეგ რაც კარდიოლოგიური განყოფილება ფერომედში ჩამოყალიბდა, მისი გუნდის წევრი გახდა. ეს იყო ჩემი მიზანი და ძალიან დიდ კმაყოფილებას განვიცდი, როდესაც სიკვდილს ვამარცხებ და ხშირად ხდება, რომ ჩვენ სიკვდილს ვამარცხებ. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანს შეგიძლია სხვა ადამიანს გაჭირვებაში დაეხმარო. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი და მიხარია, რომ ზესტაფონლები მე მიყვარს, ჩემი საავადმყოფო მე მიყვარს და მათაც უყვარვარ. აქედან მთელი ქალაქი უნდა გავიარო, ზედა საავადმყოფოს ჭიათურის სასახლეთან ცხოვრობდა 70 წლის ქალს კისერში ხელს მისვამენ, მეთათუნებიან და ცისმარიკოს მეძახიან. მეტი რა მინდა. ცისმარი ქათამაძეს დატვირთული სამუშაო განრიგი აქვს განყოფილებაში საქმიანობის პარალელურად, სადაც თავის ძირითად მოვალეობას ასრულებს, კლინიკის მისაღებში მორიგეობაც უწევს. ამბობს, რომ კვალიფიციურ პერსონალთან ერთად იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად, სადაც თანამედროვე მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ. ყოველდღიურად გვაქვს გარჩევა ახალი წამლის, ახალი სიახლის და ფეხს უწყობთ. ჩვენ რომ ვტვირთავთ კორონაროგრაფიით, ქუთაის ალბათ არც ერთი რაიონი არ ტვირთს. ჩვენ საკმაოდ ძლიერი კარდიოლოგიური გუნდი გვყავს. კოლეგებს მისი უშუალობა და თავდაუზოგაობა განსაკუთრებით მოსწონთ.
არის თავდადებული ექიმი, ავადმყოფობისთვის საყვარელი ექიმი, გულისხმიერი, საქმიანი, მცოდნე ექიმი, რომელიც აკეთებს ყველაფერს ავადმყოფთა საკეთილდღეოდ. პირველი კატეგორიის ექიმი კარდიოლოგის გატაცება ხელოვნების სფეროა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ამ მიზნით ახლაც ხშირად სტუმრობს. ძალიან მიყვარს ოპერა და ბალეტი. ჩავწუნწულდები ხოლმე იქ. ეხლა გორდა ვიყურე და აბესალომ და ეთერი ვერ მოასწარი პირველ პრემიერაზე ვერ წავედი და გორდა მერე ვიყურე. კიდე მაქვს სურვილი რომ წავიდე. ზესტაფონში ახლახანს გამართულ სახალხო დღესასწაულს იმის გამო ვერ დაესწრო, რომ სამსახურებრივ დავალებას ასრულებდა. ამბობს, რომ მანამდე ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალი სულიკო თითქმის არ გამოუტოვებია და 9 წყაროს ღია თეატრონის სტუმარი ამ მიზნით ხშირად იყო. მე დავდიოდი მათ 9 წყაროში. ძალიან სიამაყე მაქვს, რომ ზესტაფონი ამით გამოირჩევა. ზესტაფონს აქვს ერთი სოფლიოში ცნობილი სულიკო. მე არც ხმა მაქვს, არც სმენა მაქვს და რუსეთში მამღერებდნენ სულიკოს. ცისმარი ქათამაძე ქალიშვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. თავისუფალ დროს სახლში ძირითადად მარტოყოფნა უწევს. ამ დღეებში 70 წლის იუბილე კოლეგებმა ღირსეულად აღუნიშნეს და განვლილი გზისთვის თვალის კიდევ ერთხელ გადავლების საშუალება მისცეს, რომელიც შრომით, სითბოთი და ადამიანებისადმი მოკრძალებით სავსე საინტერესო პროფესიონალი ექიმის ბიოგრაფია. ინდუსტრიული მაცნეს შემდეგ გამოშვებებში კვლავ გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ შტრიხებს. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მომავალ შეხვედრამდე.